ანსამბლ გურჯაანის საკონცერტო ტურნე ბალტიისპირეთის ქვეყნებში წარმატებით დასრულდა. ჩატარდა მასტერკლასები დირიჟორებისა და მომღერლებისთვის. წარმოდგენილი იყო ქართული მრავალხმიანი სიმღერის უნიკალური ნიმუშები და ტრადიციები. დეტალურად ამ ტურნეს და ანსამბლის მიღწევების შესახებ ანსამბლ გურჯაანისა და კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელ ილია დათვაშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობა. დიდი მადლობა თქვენ რომ მოგვიწევთ და გინდათ რომ გავაშუქოთ ჩვენი მართლაც რომ შესანიშნავი ტურნე. მოგვიყევით ამ ტურნეს შესახებ, რომელ ქვეყნებს სტუმრობდით, რა მიზანს ემსახურებოდა და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით? მოგახსენებთ რომ ჩვენ უკვე გასულ სეზონს ვიყავით, ვიმყოფებოდით ბალტიისპირეთის ქვეყნებში და მანამდე მინდა გითხრათ რომ მამას ყველაფერს წინ უძღოდა მათი სტუმრობა ჩვენთან და წარმოიშვა ასე ვთქვათ წინადადებები ორივე ჩვენი მხრიდან მათი მხრიდან რომ ყოფილიყო ეს მიეღო ამ ყველაფერს ინტენსიური ხასიათი შესაძლებლობის და მიხედვით, იმიტომ რომ მათ ძალიან მოუსწონ დაინტერესებული არიან ჩვენი მუსიკალური კულტური და რა თქმა უნდა ჩვენთვის დიდი პატივია, როდესაც ჩვენს ნებისმიერ მსმენელს მით უმეტეს საზღვრებს გარეთ ვაცნობთ ქართულ მუსიკალურ კულტურას. ბალტიისპირეთი მოიცავს 3 ქვეყანას, მოგეხსენებათ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი. საკმაოდ მაღალი დონეა ამ ქვეყნებში საგუნდო ხელოვნების, საშემსრულო ხელოვნების ძალიან მაღალი დონეა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაინტერესება ჩვენი ფოლკლორით, ჩვენი მუსიკალური კულტურით ძალიან დიდია, მით უმეტეს რომ წლების განმავლობაში პოსტსაბჭოური ქვეყნები ყველა მოგზაურობდა საქართველოში და მათ იციან ჩვენი ასე ვთქვათ, როგორც მუსიკალური კულტურა, ასევე კულინარია და ფიქრობ, რომ ის ფესვები, რაც დიდი ხნით წლებით ადრეა გადმული, არ დაკარგულა, მათ ისევ აქვთ ის თბილი დამოკიდებულება ეს ჩვენი ხალხისადმი, ჩვენი კულტურისადმი. ჩვენ პირველი გასვლა ჰქონდა ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი და ცოტა დამღლელი ტურნე იყო, იმიტომ რომ 10 კონცერტი ჩავატარეთ 10 ქალაქში წარმოიდგინეთ და ეს მოითხოვს ძალიან არა მარტო ის რომ ფორმაში იყოს, მაგრამ ეს უნდა გეყოს ენერგია, ის мотивация არ დაუკარგავთ ბიჭებს. მინდა მადლობა გადაუხადო მათ ამ იმის რა ქვია მუხტისთვის, რაც მათ თითოეულ კონცერტზე დადეს და ჩვენ ქონდა წაღებული საკმაოდ საინტერესო რეპერტუარი. გამორჩეული ფოლკლორული ნიმუშები, ასევე მრავალჟანრობრივი პროგრამით წარსდგით იქაური მსმენელის და მაყურებლის წინაშე მინდა გითხრათ. როგორც ქონდა ხალხური სიმღერები, ასევე საეკლესიო გალობა, ასევე იყო ქალაქური ჟანრის სიმღერები და რა თქმა უნდა ინსტრუმენტული ნომრები რამოდენიმე ქონდა და ეს ყველაფერი იწევდა ძალიან დიდ აღრთოვანებას და სურვილს რომ კიდევ თუ გვექნებოდა საშუალება კიდევ ჩავსულიყავით მომავალში ჩავიდეთ და ასე ვთქვათ ვესტუმროთ ამ ქვეყნებს. დიახ. მაყურებელს შორის თუ იყვნენ ემიგრანტებიც? ეს ყველაზე სასიამოვნო მომენტია, ამიტომ როდესაც დარბაზში ხედავ ქართველებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გიჩნდება და სპეციალურად ვთქვათ პროგრამაში თუ არ ქონდა რაღაც სიმღერები, მათთვის სპეციალურად ვარჩევდით თითო სიმღერას და ვასრულებდით კონცერტის ან შუაში პროგრამაში, ან ბოლოს სულიკო ყოველთვის ყველას მოსწონს და მით მთავრდებოდა. აი ცნობილი რამოდენიმე სიმღერა ქონდა, რაც ყველასთვის საყვარელი და ყველასთვის ნაცნობი. მთავარი მომენტი ის იყო, რომ აქ ჩვენ გავიცანით და შეხვედრა ქონდა რამოდენიმე გუნდთან. ჩვენი მასპინძელი იყო ესტონეთის ცნობილი გუნდი, უკვე 100 წელს გადაცილებული ისტორიის გუნდია ჰასლავა, ესეთი მამაკაცთა გუნდია. ასევე შეხვდით ქალთა გუნდს ესტონეთში, ცნობილ დირიჟორებს, რომელთა გუნდებთანაც ფაქტობრივად ჩავატარე მასტერკლასი მე ანსამბლ გურჯაანთან ერთად და მოხდა საერთო სიმღერაც კი ვიმღერეთ ფესტივალის ბოლოს, მაგალითად მინდა გითხრათ, რომ შესრულებული იქნა იოსებ კიჭაყმაძის მრავალჟანრი დასმით ეტაპზე გვერგო პატივი რომ მთლიანად მათ საგუნდო ფესტივალის ფინალში ჩვენმა გუნდმა და დაახლოებით წარმოიდგინეთ 100-150-მა ადამიანმა ბავშვთა გუნდებთან ერთად, როგორც დიდებთან შეასრულა კიჭაყმაძის მრავალჟანრი. დიახ. თქვენი დაკვირვებით მსმენელს განსაკუთრებით რა რეპერტუარი მოსწონს ხოლმე? აი ახსენეთ რომ გალობაც ქონდა წაღებული, თქვათ შეასრულეთ ასევე ქართული ტრადიციული სიმღერებიც. აი ყველა სიმღერას თავისი მსმენელი ყავს, მაგრამ განსაკუთრებით აღრთოვანებას იწვევს
ხალხური ლირიული სიმღერები, ასევე ორპირული გუნდები და არ დაგიმალავთ და ინსტრუმენტულ ნომრებს, სადაც ტრიო სალამურების თანხლებით იყო შესრულებული, ძალიან დიდი ოვაციები ჰქონდა, როგორც ქალაქურ ფაქტობრივად ისე ჰქონდა პროგრამა აწყობილი, რომ ყველასთვის საინტერესო ყოფილიყო, რომ ყველა ჟანრი წარმოგვედგინა. ასე რომ თვითონ მაყურებელი მსმენელი იყო ძალიან კარგი, იმიტომ უკვე რომ გაჟღერდა რომ საქართველოსდან გუნდი ჩადიოდა და რა თქმა უნდა ჩვენ ვაჟღერებდით რომ ჩვენ ვიყავით საქართველოსდან აღმოსავლეთ რეგიონიდან, კახეთის რეგიონიდან და ხას უსვავდით რომ ღვინის რეგიონიდან განსაკუთრებით და ამაზე დიდი ოვაციები იყო ხოლმე და რა თქმა უნდა პროგრამა შესაბამისად იყო შერჩეული ქართკახური სიმღერები და ყველა ფაქტობრივად საქართველოს ყველა კუთხე შესრულდა სხვა ჟანრებთან ერთად. დიახ. ალბათ ეს ემოციები კიდევ უფრო მეტ ენერგიას გაძლევთ ხოლმე, ხო? კი, დამღლელი იყო, მაგრამ საპასუხისმგებლო იყო, იმიტომ რომ ისე ქონდა დალაგებული პროგრამა, რომ ყოფილიყო მსმენელისთვის საინტერესო მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო და როდესაც ჩვენ ხმიან სიმღერებს ისეთი ორპირულ გუნდებს ვასრულებდით, რა თქმა უნდა, მე უფრო ლირიულ სიმღერებში გადაქონდა და წინწყარო განსაკუთრებით აი დიდ ოვაციას არ შემიძლია რომ ამ ერთ-ერთ სიმღერაზე გამოყოფო, განსაკუთრებულ ოვაციას იწვევდა მსმენელში, იმიტომ რომ ჩვენი ანსამბლი უკვე მოგეხსენებათ რომ უფრო ძირითადად ახალგაზრდული შემადგენლობა იყო ამ ეტაპზე ამ ტურნეზე წასული და ვფიქრობ რომ ბიჭებმა ძალიან ღირსეულად და ანსამბლმა ღირსეულად წარადგინა ჩვენი შესანიშნავი ფოლკლორული ნიმუშები და მეორე მხრიდან რა თქმა უნდა ამ ქვეყნებიდან დიდი გამოხმაურება მოყვა, მათ იყო ტელევიზიები, ესწრებოდნენ მუსიკაცოდნები, დირიჟორები და წინადადებები წამოვიდა რომ მათ უნდათ ახლა მაგალითად ოქტომბერს შეიძლება ერთი გუნდი გვეწვიოს, ერთ-ერთი გუნდი. ალბათ ღვინის ფესტივალზე. კი, ჩვენ გავაჟღერეთ და ღვინის ფესტივალზე გამოთქვეს დიდი სიამოვნებით ჩამოსვლის სურვილი და ყველაზე კარგი ის არის რომ გაცვლით პროგრამებზეა საუბარი რომ მათი შეიძლება ბავშვთა გუნდები ჩამოვიდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და კი ჩავედით ჩვენ თქვათ კულტურული სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ ძალიან დიდი დაინტერესება იქ მოგეხსენებათ რომ ყველა მუსიკოსი არ ესწრებოდა ხო და ფაქტობრივად ტურიზმს რო გადავხედოთ უფრო მეტი დაინტერესება გამოიჩინეს მათ საქართველოში მოგზაურობის კონცერტის პერიოდში რამოდენიმე დარბაზში სლაიდით მიდიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების სურათები და ასე შესაბამის პროგრამაში იყო ეს აწყობილი. დიახ. თქვენი შეფასებით რა განაპირობებს ანსამბლის ასე წარმატებას და როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი 5 წლის შემდეგ? სასიამოვნო კითხვაა, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მე ქიდან დავიწყებ, რასაც წლების წინ მინდოდა და მოველოდი ფაქტობრივად რომ ეს შემადგენლობა იქნებოდა. გეტყვით რომ ალბათ ვიცით ხო საზოგადოებამ ჩვენმა რაიონმა რომ ჩვენთან არის სალუტბაროს სკოლა ლევან მოღალაშვილის სახელობის არის ბავშვთა გუნდი, სადაც ჩვენი უკვე ახლა პედაგოგები არიან ანსამბლის წევრები და სოლისტები. ზუსტად მათმა პროფესიონალიზმმა მათ ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში იქიდან გვიბრუნდებიან უფრო დახვეწილები, უფრო განათლებულები და რა თქმა უნდა ისოდან რასაც ჩვენ ვაძლევთ ისინი სხვადასხვა გუნდებთან, სხვადასხვა თბილისში ადამიანებთან, მომღერლებთან ღერით უფრო ავსებენ და იმაღლებენ პროფესიონალიზმს და ეს რა თქმა უნდა განაპირობებს ანსამბლის უფრო კიდევ განვითარებას და მინდა გითხრათ რომ ეს არ მოხდება, არც მოხდებოდა თუ არა ხელშეწყობა რაიონის ძალიან ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ძალიან დიდი ხელშეწყობა გვაქვს და მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით ჩვენი მოგზაურობა შატო ზეგანის ხელმძღვანელობად ბატონ დავით დადოაშს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა რომელთაც ჩაერთო ამ პროცესში და უზრუნველყო ჩვენი გამგზავრება ჩვენი მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად ჩაერთო ამ პროცესში და ალბათ იცით ხომ რომ თუ ადამიანები ის ადამიანები რომლებიც ხელს გიწყობენ გასულით ჩვენ თუ ეხლა აქ მხოლოდ აქ ვატარეთ ну გასაგებია რომ გარკვეულ პროგრამას გავაცნობთ მსმენელს მაგრამ ეს ყველაფერი რომ უკვე გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ და უკვე იმ დიდი мотивაციით რასაც ქვია ქართული კულტურის საზოგადოებრივ გატანა და ის დიდი პასუხისმგებლობა უფრო მეტად ზრდის გუნდს და რა თქმა უნდა თითოეულ შემსრულებელს და მე და ყველას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. დიახ. და თუ გაქვთ აგეგმული შემდეგი ტურნე უკვე?
საქართველოს ფარგლებს გარეთ. არ მინდა ისე გაჟღერდეს, მაგრამ დაგეგმილია, რა თქმა უნდა, მაშინაც ამოვიდა სანამ ჩვენი ტურნე დასრულდებოდა, გითხრეს ერთი არის გასვლა შეიძლება მოლაპარაკებების დონეზეა გერმანია და აუცილებლად სკანდინავიის ქვეყნები. ნახოთ მომავალი გვიჩვენებს როგორ შევხვდებით ამ ყველაფერს, როგორი მომზადებული. წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ და თქვენს ტელევიზიას წარმატება. დიდი მადლობა რომ გვაძლევთ საშუალებას. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავხადოთ ჩვენს ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩვენს ელჩებს, ლიეტოვის ელჩს ბატონ ლევან ღვაჩლიანს, ლატვიის ელჩს ბატონ გიგი გოლეთიანს და ასევე ესტონეთის ელჩს ირაკლი გიგაურს, იმიტომ რომ ჩვენი სტუმრობა მათთან და მიღება თავისთავად განაპირობებდა იმ დიდ ყურადღებას, რაც არის ანსამბლისთვის ხელისშეწყობა და მათთვის კონცერტების უზრუნველყოფა.